მშვიდობის ეთერშია ქრონიკა 11 საათზე. ახალ ამბებს ნუცა კოპალიანი გაგაცნობთ. გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ვენეციის კომისიის ექსპერტების ვიზიტის მეორე დღე. კომისიის წევრებმა შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართეს. ხმაური და დაპირისპირება ჭავჭავაძის გამზირზე. შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გამართული აქცია დაკავებით დასრულდა. ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ გრუზინსკი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. ვენეციის კომისია საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. კომისიის ექსპერტები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა იყო საერთო სასამართლოების შესახებ არსებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესს განსაზღვრავს. სწორედ ვენეციის კომისიამ უნდა მოამზადოს ამ პროექტზე დასკვნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმყოფება ნათია სონღულაშვილი. ნათია, რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვენეციის კომისიას გააცნეს საკუთარი მოსაზრებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე. პროექტის გარდა საბჭოს მდივანმა ინფორმაცია მიაწოდა დელეგაციის წევრებს უზენაეს სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე, რაც უკავშირდება მოსამართლეების სიმცირეს. გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა თხოვნა, რომ დროში არ გაჭიანურდეს რეკომენდაციების შემუშავება და შემდგომ უკვე კანონპროექტის დამტკიცება. არამოსამართლე წევრებმა კი საკუთარი შენიშვნები ვენეციის კომისიას გადასცეს წერილობითი ფორმითაც. ველოდები, რომ ის შეფასებები, რომელსაც გააკეთებს ვენეციის კომისია, იქნება სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ სისტემას მართავს მოსამართლეთა კლანი, გავლენიანი ჯგუფი და სამწუხაროდ ეს რეალობა არის გასათვალისწინებელი და მხოლოდ კარგი კანონები უკვე საკმარისი აღარ არის. ჩვენ გვჭირდება ისეთი კანონები, რომელიც ძალაუფლებას შეუზღუდავს ამ კლანს. მივაწოდეთ ინფორმაცია ვენეციის კომისიას დღეს არსებული ვითარების შესახებ, ასევე კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და შენიშვნები, რომელიც გვაქვს. ველოდებით, რომ ვენეციის კომისია მიგვითითებს ისეთ ობიექტურ გამჭვირვალე პროცედურებზე და კრიტერიუმებზე, რომ საბჭომ ერთის მხრივ შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება და პროცესი ჩიხში არ შევიდეს და დროულად დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო და მეორეს მხრივ ეს პროცედურები იყოს მისაღები, ესე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოებისთვის. ვენეციის კომისია შეხვდა მოსამართლეთა ასოციაციის წევრებსაც. ასოციაციის თავმჯდომარის ლევან მურუსიძის განცხადებით მან დააფიქსირა სასამართლოს პოზიცია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა წაერთვას კანდიდატების წარდგენის უფლება, რაც თავის დროზე კონსტიტუციით მიენიჭა. მე გავაცადე ზოგადად სასამართლოს პოზიცია მოცემულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია არის ერთი. ახალმა კონსტიტუციამ, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიადიჭა უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები, ეს უნდა იყოს რეალური და არ უნდა გახდეს ფორმალური. ამიტომ აქედან გამომდინარე მე კონკრეტული მაგალითები მოვუყვანე, რომ იმ შემოთავაზებები, რაც არის ალტერნატიულ წინადადებებში, ეს შემოთავაზებები რეალურად ფორმალურს გახდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმიანობას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისად იქნება დარღვევა კონსტიტუციის. დღესვე ვენეციის კომისია შეხვედრებს გამართავს უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის სამინისტროში. ეს შეხვედრები მედიისთვის დახურულია. შემდგომ საერთაშორისო ექსპერტები დატოვებენ საქართველოს. ქართული მხარე ვენეციის კომისიის დასკვნას დაახლოებით 3 კვირის ვადაში ელოდება. მადლობა, ეს იყო ნათია სონღულაშვილი. სამართალდარღვევის 266 ფაქტი, რომელიც ჩვენს პირად მონაცემებს ეხება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა წარადგინა 2018 წლის ანგარიში. თამარ ქალდანს იურიდიული კომიტეტის ხდომაზე უსმენდნენ. რა არის მთავარი პრობლემა და როგორ ებრძვიან მონაცემთა გაჟონვის ფაქტებს? თამარ ასანიძე გვეტყვის ახლა დეტალებს, თამთა გისმენთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში 316 რეკომენდაციას მოიცავს. თამარ ქალდანმა რიგით მე-6 ანგარიში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს გააცნო. თამარ ქალდანის ინფორმაციით, როგორც კერძო ისე საჯარო სივრცეში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ცნობიერება ამაღლდა, თუმცა რჩება გამოწვევები, მათ შორის პირად მოქალაქეების შესახებ, როგორც საჯარო ისე კერძო სივრციდან ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში თამარ ქალდანის ინფორმაციით 2018 წელს 266 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის განხილვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრება გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის, დაშანტაჟების, დაშინების იარაღად და როგორც ჩანს დიდწილად ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან საგამოძიებო ორგანოები ან საერთოდ არ აიძიებენ აღნიშნულ საკითხებს, ან ვერ ცემენ დამაჯერებელ პასუხებს, თუ ვისი მხრიდან რა მიზნით და ვისი ორგანიზებით ხდება პირადი ცხოვრებით ბინძური манипуляция. 2018 წელს აღნიშნულ სამსახურმა ძალიან წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ტენდენცია არის პოზიტიური, ვინაიდან დაფიქსირდა პირველად 2018 წელს სამართალდარღვევების კლება, მკვეთრად არის ასევე შემცირებული სამართალდამცავ ორგანოების მხრიდან და ზოგადად სამართალდამცავ სტრუქტურებში პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტები, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ყველა საჯარო დაწესებულება დიდ ყურადღებას უთმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ კონტროლს. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა განგვეხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევებიც, არსებული ტენდენციებიც და ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივახციეთ, მათ შორის ჩვენ წელს გავშევთავაზეთ ცოტა განსხვავებული ფორმატი და ვინაიდან 6 წელი გადის ამ ინსტიტუტის შექმნიდან მალე, ამიტომ 6 წლის ესე ვთქვათ მონაცემები და ზრდის ტენდენციები შევთავაზეთ და ასევე შედგა ძალიან საინტერესო საგნობრივი დისკუსია, იყო კითხვები, რომელსაც ჩვენ პარლამენტს მივაწოდეთ. საკითხები ჩვენ ანგარიში არის ბევრი რეკომენდაცია და ყოველწლიურად პარლამენტიც ამზადებს თავის რეკომენდაციებს ჩვენ შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, ჩვენ გვექნება წინ კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენა და მერე უკვე სესია. 266 სამართალდარღვევის ფაქტიდან 72 შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება მოხდა, 61 ფაქტზე კი გაფრთხილება მიეცათ. მადლობა, ეს იყო თამთა ასანიძე. ჭავჭავაძის გამზირზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გამართული აქცია დაკავებით დასრულდა. დააკავეს 6 ადამიანი. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ აიყვანეს, რაც მათ ჭავჭავაძის 5 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე შეჭრა სცადეს და მის გარშემო მდებარე კედელი დააზიანეს. დაკავებულებს შორის იყვნენ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დათო სუბელიანი, ასევე აქტივისტი ცოტნე ცხვედიანი და გიორგი სოფრომაძე. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ 6-ვე მათგანი გაათავისუფლეს. გამოძიება მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. გუშინდელი აქციის მონაწილეები ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდნენ. აქციაზე მივიდა სახალხო დამცველიც. ორგანიზატორები პროტესტის გაგრძელებას დღესაც აპირებენ. სახელმწიფო ვერ დაიცავს მკვლელებს და კედელი ვერ დამალავს დანაშაულის ადგილს. ჩვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად ადამიანები იხოცებიან სამსახურში და ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება დაიცვას ისინი. მათ ჩათვალეს, რომ მე ვცდილობდი გადამეკეტა გზა, უწევდი წინააღმდეგობას მათ კანონიერ მოწოდებებს, არ ვეთანხმები ამ შინაარსებს, ზოგადად იმის გამო, რომ მე კი არ ვცდილობდი ზოგადად რაღაც პროტესტი იყო, ქუჩაში იმართებოდა ეს პროტესტი და მე ვფიქრობ, რომ პროვოცირებას გვიწევდნენ პოლიციელები, რომ რაღაცა ეს ძგილობა წასულიყო და ესეც მოხდა, როგორც ხდება ხოლმე, თვალმართვის გარჩევა ძნელია, სასამართლოზე ვიმსჯელებ, ჩემთვის მე უშუალოდ ვცდილობდი თუ არა რაღაც კანონი დამერღვია. წლიდან წლამდე უარესდება და ძალიან ტრაგიკული ხდება მსგავს სამუშაოებზე დასაქმებული პირების შრომითი უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება 2018 წელს თითქმის ორჯერ არის გაზრდილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. 7000 ლარი დააჯარიმეს თურმე კომპანია, რომელმაც დაარღვია უსაფრთხოების წესები. ხო, ანუ ორი ადამიანი დაიღუპა, თითო ადამიანის სიცოცხლე თურმე ამ ქვეყანაში ის 3500 ლარი. ჩვენ ეს ადამიანები, ვინც აქ შეკრებილები, დღეს ბევრი ადამიანი მოვიდა და კიდევ ბევრი მოვა. ამ დღეებში, იმიტომ ეს აქცია დაიწყო რეალურად შრომის უსაფრთხოების და M2 მუშის გამო. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძიდან მსვლელობით რამიშვილის ქუჩაზე თბილისის მერის სახლთან მივიდნენ და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი შრომით უსაფრთხოებაზე საუბრისას თბილისის მერის პასუხისმგებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. შეკრებილებმა კახა კალაძის გარდა პრემიერ-მინისტრთაცაც მოუწოდეს შეხვედრისკენ. აქციის მონაწილეებს თბილისის მერია განცხადებით გამოეხმაურა, უახლოეს დღეებში დედაქალაქის მერი მზად არის შეხვდეს აქციის მონაწილეების რამდენიმე კაციან ჯგუფს და გააცნოს ის ღონისძიებები, რომლებსაც
თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ატარებს. შრომელი ადამიანი საფრთხეში ამ ლოზუნგით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გააპროტესტეს ბათუმშიც. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა სამძიმარი გამოუცხადეს თბილისში დაღუპული მუშების ოჯახებს. შეკრებილები შრომის ინსპექტირების გააქტიურებას მოითხოვენ. მთავარი მესიჯი და გზავნილი დღევანდელი აქციის არის ის, რომ აუცილებელია ეფექტურად და ქამეთითად იმოქმედოს ქვეყანაში შრომითმა ინსპექციამ და მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა. კომფორტის ზონიდან გამოვიდეს ყველა იქნება პარლამენტარი თუ სხვა ვიღაც კანონმდებელი, რომელსაც არ შეხებია პირადად ეს პრობლემა. ყველა უნდა გაიაზროს ეს პრობლემა, რომ ყოველდღიური ტრაგედია ეს ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც քმეთი ნაბიჯები გადადგა. თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოს მწარმოებელ ძირითად კომპანიას ადგილზე მუშაობის უფლება დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა. ამავე ტერიტორიაზე მშენებლობაზე კიდევ 2 კომპანია მუშაობს, მათგან ერთ-ერთი 7,000 ლარით დაჯარიმდა, მეორე კი 1000 ლარით. ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ობიექტზე გარკვეული ხარვეზები ჩანს, მისივე თქმით ადგილზე კუსტარული დანადგარებიც იყო. ინსპექტირების პროცესზე მოხდა ხელის შეშლა, რის გამოც ერთ-ერთ კომპანიას დაეწერა 7,000 ლარიანი ჯარიმა. ერთ-ერთი შემსრულებელი კომპანია იყო, რომელსაც რეგისტრაცია არ ჰქონდა შრომის უსაფრთხოების კანონის მიზნებისთვის გავლილი და მასაც ადმინისტრაციული სახთელის სახით დაეწერა ჯარიმა, ხოლო ძირითადი კომპანია, ვის სასარგებლოდაც მიმდინარეობდა სამუშაოები, ჩვენი მხრიდან მოხდა საქმიანობის შეჩერება, მანამ სანამ არ მოხდება ყველა იმ დარღვევის აღმოფხვრა, რომელიც ინსპექტირების პროცესში იქნება გამოვლენილი. გამოვლინდა გარკვეული ტიპის დარღვევები. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით კომპანიის მხრიდან შესაბამისი საპირწონი არგუმენტების წარმოდგენას. არ ხდებოდა საფრთხეების შეფასება და რისკის იდენტიფიცირება, რასაც უნდა დაიფუძნოს შემდგომ უკვე სწავლება, ტრენინგი, საფრთხეების შეფასების შედეგად განსაზღვრული სამუშაოების გეგმა. ჭავჭავაძეზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციაში კომპანია ტრანსმშენის ქვეკონტრაქტორი კომპანია ხიმინჩ სერვისორის წარმომადგენლები გამოკითხეს. ისინი ვაკეს საბურთალოს პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ეკითხებოდნენ. გამომძიებლებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული კითხვები ჰქონდათ. ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ კომპანია არ გაურბის პასუხისმგებლობას და მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ. ცხადია შეკითხვა აქ ცალსახა იყო მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა აღნიშნულ ობიექტზე, ამ კითხვებზე პასუხი იქნა გაცემული. განსაკუთრებული აქ არაფერი არ მოხდარა, ზოგადად დაზუსტდა ჩვენებები, იყო დაცული ნაწილობრივ უსაფრთხოება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სწორი გათვლები არ იყო და ვერ გაუძლო აი ამ შემაკავებელმა სპეციალურმა ხიმინჯებმა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. როგორც სოციალურმა მუშაკებმა განაცხადეს, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება გაფიცვა შეეწყვიტათ. სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას აანონსებენ, მათი განმარტებით ყველა იმ საკითხის განხილვას, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მოლაპარაკების ფორმატში განიხილავენ. ამასთან მათივე თქმით შეთანხმება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ გრუზინსკი გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც მისი უფლებადამცველები აღნიშნავენ, დავით ბაგრატიონ მუხრანელმა წარსულში მეუღლეზე არაერთხელ იძალადა, თუმცა მას სამართალდამცველებისთვის არც მაშინ და არც ახლა მიუმართავს. მისივე განმარტებით საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია დავით ბაგრატიონ მუხრანელის მიერ ყოფილი მეუღლისთვის მიყენებული დაზიანებები. ადვოკატი სხვა პირად დეტალებსაც ასაჯაროებს და ამბობს, რომ ძალადობის ფაქტს ბაგრატიონების მცირეწლოვანი ბავშვიც ესწრებოდა.
უნებრივია ანა ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შეატყობინებს მისთვის ყველა ცნობილ ყველა ინფორმაციას, წარუდგენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მრავლად არის ამ საქმეში. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით დადასტურებულია ის დაზიანებები, რომელიც ანას სხეულზე აღენიშნებოდა უშუალოდ ძალადობის ფაქტიდან დაახლოებით 1 კვირის შემდგომ. გამოძიებისთვის შეიძლება სხვა ეპიზოდიც იყოს საინტერესო. უშუალოდ ფიზიკური ძალადობის შემდგომ დავითმა, ასე ვთქვათ, არ მისცა ანას საშუალება, რომ სახლიდან გამოსულიყო, სანამ ის პირველადი დაზიანებები არ ჩაცხრებოდა, რაც პრინციპში ძალიან ახლოს დგას თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემადგენლობასთან. აღნიშნული საქმე გასაჯაროვდა პირდაპირ სადაც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილი არის, მოწმის სახით დაიკითხება, სადაც ის დეტალებზე ისაუბრებს, თუ რა ძალადობის ფაქტებს ჰქონდა 2009 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მის მიმართ ყოფილი მეუღლის მხრიდან. საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე ფიზიკურ ძალადობაზე, რომელსაც ადასტურებს როგორც მოწმეები, ასევე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები. იტალიაში საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩხუბის დროს ერთ-ერთი მათგანი მძიმე დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ბარიში სარკინიგზო სადგურთან მოხდა. თვითმხილველების ცნობით ჩხუბის მონაწილეებმა სავაჭრო ადგილი ვერ გაინაწილეს. თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს, შემდეგ კი ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ქართველმა ბოთლი გატეხა და მისი საშუალები დაჭრა, მოწინააღმდეგე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში წარადგეს დღეს პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მედიასთან ისაუბრებს ყველა იმ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუმცა კონკრეტულად რა საქმეებზეა საუბარი ამ ეტაპზე არ ასახელებს. ვისაუბრებ ყველა იმ საკითხზე და ყველა იმ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც შევიდა ანგარიში, ამიტომ ამ ეტაპზე თავ შევიკავებ. შესული არის ყველა გახმაურებული საქმე, რაც იყო აქტუალური მთელი წლის განმავლობაში და გარდა ამისა, ასევე ისეთი საკითხები, რაც შეიძლება არ იყო წლის განმავლობაში აქტუალური, მაგრამ ჩვენ პროაქტიულად გამოვკვეთეთ და დავამუშავეთ ეს საკითხები. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებაში მისცა. გამოძიების ცნობით ბრალდებული მოქალაქეს არწმუნებდა, რომ 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას. სუსმა ის თანხის აღების დროს დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კი ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავა. უწყებით ცნობით ბრალდებულებმა უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა დაამზადეს. შემდეგ კი $600 მოქალაქეს მიყიდეს. საგამოძიებო სამსახურმა სხვა ყალბი მართვის მოწმობებიც ამოიღო. ყალბი დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დამზადებული იქნა უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც შემდგომში მოქალაქეზე გასაღებული იქნა $600 საფასურად. გატარებული ღონისძიებების შედეგად დამატებით ამოღებული იქნა ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა. სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. სესიაზე პარლამენტი განიხილავს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს, მას შორის არის საბაჟო კოდექსი. ასევე განიხილება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები. მიმდინარე კვირას მინისტრის საათის ფარგლებში თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მოусმენენ. ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის ანგარიშის პრეზენტაციაც. საქართველოს პარლამენტი
განიხილავს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხებს, მათ შორის გახლავთ საბაჟო კოდექსი, თავმდენ კანონპროექტებთან ერთად, ასევე განიხილება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც ეხება იმ ურთიერთობების კრიმინალიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს ჩვენი მოქალაქეების არაკანონიერ ემიგრაციას და საბოლოო ჯამში ამეძიანდება ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი. ასევე იქნება ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსში ცვლილებები. დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი დაიწყება. ქართული მხარე ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიესა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს დააყენებს. ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჰუმანიტარულ პრობლემებზე. ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხიც. მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხვალ დასრულდება. სამ 4 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში გაემგზავრება. დავით ზალკალიანი ნატოს დაარსებიდან 70 წლის თავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერი არის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ამ კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა და სამომავლო პერსპექტივების განსახილველად. ნატო საქართველოსთან აკავშირებს არა მხოლოდ საერთო ინტერესები, არამედ საერთო ფასეულობები და უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოს განაგრძობს ნატოში ინტეგრაციის გზაზე წინსვლას, რათა განხორციელდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 3 კილომეტრის მოშორებით საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბიძგები საღამოს 21 საათსა და 34 წუთზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაღესტანში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდა იყო. სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია. მაგნიტუდა იყო 3.7 ამ მიწისძვრის ეხლა 21 საათსა და 26 წუთზე მოხდა საქართველოს დაღესტნის საზღვართან. ეს არის ყვარლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. არ არის ეს ძლიერი მიწისძვრა 3.7-იანი. ვერც ავთერშოკები მოყვება ამას ისეთი რაოდენობით, რომ მოსახლეობა მან იგრძნოს. ირანის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. განსაკუთრებით განკარგულება მდინარე დეზისა და კარხეს მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით დასახლებულ პუნქტებზე ვრცელდება. აღნიშნულ რეგიონში ერთი კვირაა გადაუღებლად წვიმს. სინოპტიკოსები ნალექის მატებას და მდინარეების ადიდებას პროგნოზირებენ. სტიქიამ ერთი კვირის განმავლობაში 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა. روسای سیاه‌کران جابجایی آلاتچی‌های نصب شده در حریم مبصر روس ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბულტეფლიკა მანდატის ამოწურვისთანავე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ცნობა ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. მას პრეზიდენტობის მეოთხევა და 28 აპრილს ეწურება. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 82 წლის ბულტეფლიკამ საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო. ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას მეხუთე ვადით გეგმავდა. ბრიტანელი დეპუტატები ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე ისე ვერ შეთანხმდნენ. თემთა პალატაში 4 ალტერნატიულ გეგმას უყარეს კენჭი. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთის ევროპის მხრიდან ბაზარზე დარჩენის, განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებისა და ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის შეჩერების ინიციატივები. დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა პარლამენტმა ბრექსიტის პირობების შესახებ შეთანხმება უკვე 3-ჯერ უარყო. რის გამოც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადებას თხოვა. ბრიუსელმა დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების დასამტკიცებლად ვადა 12 აპრილამდე მისცა.
ბრექსიტის საკითხის განხილვის დროს თემთა პალატაში გარემოს დამცველებმა შიშველის საპროტესტო აქცია გამართეს. მოძრაობა გადაშენების ამბოხების აქტივისტები ვიზიტორთა ტრიბუნაზე გაშიშვლან. როგორც თავად განაცხადეს, ამ გზით მათ კლიმატურ ცვლილებებზე კანონმდებელთა ყურადღება გამახვილებას სცადეს. შიშველი აქტივისტები პარლამენტის შენობიდან პოლიციამ გაიყვანა. ავიაკომპანია Air France-ის პირველ რეისთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნების მედია საშუალებათა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების 6 და სამოგზაურო ჟურნალ გაზეთების 4 წარმომადგენელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქრივიშვილი შეხვდა. მან ტურის მონაწილეობისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას დაესწრნენ ავიაკომპანია Air France-ის წარმომადგენლები. სტუმრები თბილისისა და მცხეთის ისტორიულ უბნებს ეწვნენ, ტურისტული კომპანიების წევრები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ საუბრეს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცეს საშუალება ვუმასპინძლოთ Air France-ის ვიცე-პრეზიდენტს, ისევე როგორც ტუროპერატორებს, რომლებიც ჩამოვიდა ჟურნალისტებს, რომლებიც ჩამოვიდნენ გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. მოგეხსენებათ, რომ სამივე რეგიონი ჩვენ სტრატეგიულ რეგიონთა, ასე ვთქვათ, სიაში შედის. შესაბამისად, დღეს ჩვენი ორგანიზებით მოვახერხებთ იმას, რომ ადგილობრივ კერძო სექტორს გავაცნობთ ჩვენს მიერ დაპატიჟებულ ტუროპერატორებს. ძალიან მოხარულები ვართ ახალი რეისის დანიშვნით. ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე, ასევე მთელს მსოფლიოში. ჩვენ 300-ზე მეტი მიმართულებით ვასრულებთ ავიარეისებს. ფრანგებს განსაკუთრებით გვიყვარს კულინარია და თქვენ შესანიშნავი სამზარეულო გაქვთ. საქართველოში ძალიან ბევრია სანახავი. გაქვთ მდიდარი კულტურა, მრავალფეროვანი საზოგადოება და ძალიან აინტერესებთ ფრანგ ტურისტებს. ვფიქრობ, მათ უნდა იცოდნენ ყოველივე ამის შესახებ, რომ შარლ დე გოლის აეროპორტიდან შესაძლებელია თბილისში ჩამოფრენა. ახლა კი რა ხდება დირში, სადაც უკვე მეოთხე დღეა იძულებით გადაადგილებული პირები შეიწყნენ. არსებულ ვითარებას კომპანიის გენერალური დირექტორი ბესოჯიქუ რაული გამოეხმაურა პირველად. მისი თქმით, დევნილებთან მოლაპარაკებებს შესაბამის უწყებებს ანდობს და კომპანია პროცესში არ ჩაერთვება. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იცავენ უსაფრთხოებას და სიმშვიდეა, თუმცა როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, დევნილებმა დააზიანეს საკეტები და დაწვეს შიდა კარები. მთლიანობაში მათ 2 კორპუსის 5 სადარბაზო დაიკავეს. დირსის წარმომადგენლები შესაბამისი უწყებებისგან დროულ რეაგირებას ელოდებიან. ეს არის კერძო საკუთრება, ეს არის ჩვენი ქონება, მათი ქმედებით ზიანი ადგება ჩვენს ინვესტიციას და ასევე სამომავლო გეგმებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს. საცხოვრებელ კომპლექს დირსის 12 კორპუსის მცხოვრებლები მეზობელ კორპუსში დევნილების შეჭრას აპროტესტებენ და განმარტავენ, რომ თავს დაცულად არ გრძნობენ. ადგილობრივი კომპანიის მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას ელიან და კომპანია დირსისგან პასუხს და რეაგირებას მოითხოვენ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უკვე მეოთხე დღეა, რაც ერთ-ერთი კორპუსი დაკავებული აქვს და გამოსვლას აქამდე არ აპირებენ, სანამ საცხოვრებელი ფართები არ გადაეცემათ. მე და ასევე ჩვენი მოსახლეობა ვითხოვთ თანხების უკან დაბრუნებას. ვინაიდან ეს არ არის ის დაცული კომპლექსი და კერძო და იზოლირებული, სადაც ჩვენ თანხები და ათასები გადავიხადეთ, ვითხოვთ თანხებს უკან. პირველ რიგში რას ვაპროტესტებთ და არ სრულდება პირობები კომპანიის მხრიდან, კერძოდ ეს უნდა ყოფილიყო დაცული, იზოლირებული ტერიტორია, რაც გულისხმობდა იმას, რომ უნდა ყოფილიყო შლაგბაუმი დაყენებული, უნდა ყოფილიყო დაცვა. აი ხედავთ რა დაცვის შედეგებიც გვაქვს და როგორი შლაგბაუმიც არის დაყენებული. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ წაიკითხოთ იმედი ნიუზ-ზე. ქრონიკა კი 2 საათზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. დროებით.